რაგიტო მევასება უკანა წამყვანების დრაგი. აი იმენა ფეხის აშვება აღარ გინდა. სტარტი თავრაკ მაყოფილი არ დროით. თავიდან იბუქსავე. უეჭველი დროს არ გავხდი. კარგად მოდის მომწოვანე. არ გარისკო, არ გინდა. გადახვედება ვენახებში? კი. რემენი აღარ არის. კაც მოსახსნები რა? ვენტილატორი დამოიღე. ამათან ხორაპირები გასასვლელ სახში. ყვამლი გავყუშა, ბიჭო. და ჩვენი დაუდგეძმა სერიები გრძელდება. ჩემს ხელმარჯვნივ არის BMW 10 ცილინდრიანი გაკეთებული ბოლომდე, ხოლო მის წინააღმდეგ კი ყავს Mercedes 5.0 კომპრესორით. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, კარგად მოკალათით და ჩაუჯექით ვიდეოს. სალამი, გამარჯობა. გიორგი ხო? კი ბატონო. ძალიან მეცნობი რაღაც საიდანაც ვხვდები უბრალოდ რა. YouTuber-ი ხო არ ხარ? არა. არა? არა. კარგი, გიორგი სულავა. ანუ ვინც ოდნავ მაინც BMW-ს პატარა სიყვარული გაქვთ, ყველას გეცოდინებათ გიორგი. ვისაც არ გაქვთ, მაგათაც გეცოდინებათ დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ მე მახსოვს ჯერ კიდე რა ვიცი, ცინცას გადაცემიდან მახსოვს პატარა რო ვიყავი მე იქ დიღომში გაზაობებიდან რაღაცებიდან ყოველთვის დიდი ისტორია მაქვს. კი და ძალიან მიხარია რომ შენერი სტუმრები გყავს ხოლმე. გაიხარე მეც მიხარია თქვენთან სტუმრობა. ჩვენიერი. მოდი ახლა ნელ-ნელა გადავიდეთ შენ მანქანაზე, რომელიც არის M6. ქარხნული რა იყო და რა გაუკეთე მაგის მერე? ქარხნული იყო სრულიად სტანდარტი 5-7 ცხენიზალიანი. იმის მერე გაკეთებულია დინანის დროსელები აყენიან, დინანის შკივები აყენიან, დინანის ფილტრები აყენია. დინანის ბარიმ ჩავხედოთ, თან გვანახებ. დინან, ყველგან დინანი. მოკლედ ეს არის დინანის ფილტრები. დინანის დროსელები იქ აყენია, რომელიც არ ჩანს. სტანდარტთან შედარებით ოდნავ დიდი არის. სტანდარტი დროსელი, ანუ 10 დროსელი აქვს, ამაზე სტანდარტია 49-იანი თითო და ეხლა არის 52-ები. ეგ ძალიან საინტერესოა. ვინც არიცით, ეს არის 10 ცილინდრიანი ძრავი და ამას აქვს ინდივიდუალური შემშვებები, ხო? ანუ ამ თითო ცილინდრზე თითო დროსელი. წარმოიდგინე 10 ცალი პატარა ესეთი დროსელი უყენია, რომელიც გადიდებულია და დიდი მილიმეტრით არის უკან, ფართო მილიმეტრით არის. პლუს აყენია დინანის შკივები, ოდნავ პატარა არის და მსუბუქი არის და რაღაცა შვება. საერთო ჯამში ერთიანობაში მე ეგ უბრალოდ რომ წინაღობა არ ნაკლები ქონდეს წინაღობა. აყენია გამშვები კოლექტორი და აყენია მთლიანი გამშვების სისტემა დინანის. ძალიან მაგარია. და წერია პროგრამა. დანარჩენი არის. ხო, ეგ უნდა მეკითხა. ანუ ამ ყველაფერს მექანიკურად რო შესრულები გადანასტროიკება ჭირდება. აი, აქ უნდა კონდეს ერთი ვოздухამერი, აქეთ მეორე. ვოздухამერო პროგრამა წერია, რომელიც ეს არის ტემპერატურის დატჩი, რომელიც ითulis ტემპერატურას. დანარჩენი ვოздухამერები აღარ აქვს. ვოздухამერები ყველას ტკივილია ხოლმე მათ. თან ორი რო აქვს, სულ პრობლემა არის, ერთი რო აურევს, ვერ ხედავ მაგას და მაგრა ურევს. გასაგებია, ხო, და ან ორივე უნდა შეცვალო, ან უნდა მოხსნა საერთოდ როგორც ეხლა აქ არის. ბატონო. გაგრილებაზე ექნება რამე პრობლემა აქ რამე გავს. ყველაფერი ქარხნული აქვს, არაფერი სხვა. ქარხნული გაგრილება ესე იგი ჩვეულებრივად ყოფნის ამას. კი ბატონო. აქ სხვა ისეთი არაფერი არ არის. შედეგი რა მიიღეთ? აი, საბურავზე 5 წლის წინ შევამოწმეთ თუ სწორად მახსოვს 509 ცხენიზალა ქონდა საბურავზე. იმის მერე დინოზე აღარ ყოლია, რა მანქანა დადის პრობლემა არა აქვს. თან რადგან ატმოსფერულია, ამას დაბლიდანვე ექნება ჯანი, იმიტომ რომ 10 ცილინდრიანია და შკალა იქნებოდა ალბათ ზემოთ წავიდოდა და მერე წავიდოდა. კი ბატონო. თორკი ხო არ გახსოვს? არ მახსოვს. ოკეი, კარგი. სავარაუდოდ 520 ქონდა საბურავზე რა. ახლა ჩვენ უნდა გავიგოთ შენ რის იმედზე ხარ უკანა მხარეს. უკანა მხარეს ჩინური საბურავი აყენია 23 წლის. ხო.
295-30-ზე 295-ია 30-19-იანი კი ბატონო Velox Sport-ია ჩინური ახალია მაგრამ ნუ მიშელინთან შედარებით ისეთი არ არის მაგრამ მაინც შვება კი ყველაზე მთავარი ცივა და ცივი ასფალტია და მოჭდების პრობლემა გვაქვს კი ასე თუ ისე ეხლა დაახლოებით არის პირველის ნახევარი ცოტა ხანში ასფალტი კიდე გაცბება და მე მგონი უკეთესად მოეჭიდება სხვა შორის ჩვენ რო გეუნებით ხოლმე ავტოშაინზე კარგი ჩინური საბურავები აქვთ ხოლმე ჩინურები ფაქტია რომ მუშაობს და მესმის რომ ეხლა საუკეთესო ბრენდებთან ჭიდილი ძალიან უჭირს მაგრამ ქართულ რეალობაში ახალი საბურავი ხშირად ჯობს ხოლმე ძველ კარგ ბრენდირებულ საბურავებს ასე რომ აღწერაში იქნება ავტოშაინის ლინკი შეგიძლიათ გადარეკოთ და იყიდოთ თქვენთვის ჩინურები რა პლუს წონის გამო გვაქვს სიდენეები შეცვლილი აი ეგ აი რაღაცა გამახსენეს სხვათა შორის დანარჩენი ყველაფერი ქარხნულია რა ამ მანქანას გადაცემათა კოლოფი აქვს შენ როგორც მიხარი 2 დისკიანი SMG არის ოღონდ ორივე ერთად მუშაობს dual clutch-ი არ შედის ხო? იმიტომ dual clutch-ი ცალ-ცალკე რომ მუშაობს ეს ორივე ერთად მუშაობს აქ ორივე ერთად არის კი და გადართვები კარგი აქვს კი უხეში არ არის ისე ქალაქში უხეშია კი ანუ მაგის სირბილესი გრუპის დაყენება შეგიძლია ნელა გადართოს ჩქარა გადართოს და ნელა რო გადართავს სეპლენიას აბუქსავს და ჯობია ესე ჩქარა გადართოს და სეპლენია ამ მანქანებს აქვს ხო ის პრობლემა რო იწובה ნელა გადართვები ანუ უყურე ნაზი მოპყრობისგან მანქანა იბრიდება. ისე უხეშე ზოგჯერ იდეალურია რა. ტონა 700 არის ეს მანქანა. ისე სხვათა შორის ამ ხელა მანქანისთვის კარგი წონა აქვს. წონა იდეალურია. კაი, გიო, სატესტო გავლები გვექნება, შენ არ ვიცი რამდენად დაგჭირდება სატესტო გავლები, მაგრამ მაინც ყველას ვაძლევთ ხოლმე უფლებას. ნუ ასფალტი მაინც ცივია რაღაცა და ასე თუ ისე როგორ აპირებ დასტარტოს ერთი ეგაც მითხარი. ეხლა გვიყენია ამერიკული კონტროლი, მე ტრექშენ კონტროლი და რაღაც. არა, ტრექშენ კონტროლი სრულიად გამორთულია, ამას რო ჩაურთო ის ძალიან დიდ დანაკარგს გაძლევს და ჯობია ისევ შენაკონტროლო ფეხით, ვიდრე თვითონ აკონტროლო. აი მაგაზე ვლაპარაკობ ხოლმე მე ზუსტად არის მანქანების, რომლებიც ტრექშენს რო ურთავენ, მიწოლის დროს იმდენად ზღუდავს ძალა სისტემა, რომ ცუდ დროს წერენ რა და არის სიტუაცია, რომ ჯობია შენ თვითონ შენი მარჯვენა ფეხით აკონტროლო და მარჯვენა ხელი. ხა მაგალითად ჩემი გამოცდილებიდან Mercedes-თან შედარებით, აი Mercedes რო ბოლომდე გამოურთო ეგ ტრექშენი, უფრო ცუდ დროს დაწერ, ვიდრე ანუ როგორც აქვს თავის ტრექშენი. ანუ საშუალება არ გაქვს Mercedes-ზე რომ კარგად გააკონტროლო მაგას ჩემი გამოცდილებიდან ეგრეა კი. ჩემი გამოცდილება შეიძლება ვწდებოდე და სხვანაირად ვიძახდე და სხვას უფრო მეტი გამოცდილება ქონდეს მაგრამ მას ვიჩა გვინდა სტუდიაში მე რასაც უყურებ Mercedes-ები უფრო ტრექშენით დადიან ვიდრე ბოლომდე გამორთულით კი ჩვენთანაც ეგეთი გამოცდილებაა რა კარგი რას ვარაუდობ 402-ს რას დაწერ 12-ან 11 და 9 სადღაც ეგრე უნდა გავიარო რა საინტერესო ჩვენ გვექნება ლიდერბორდი სადაც ამ ყველა დროს შევაჯამებთ და ვნახავთ თქვენს იხილავთ რა თქმა უნდა წარმატებები გიო შევხვდებით უკვე დრაგზე დიდი მადლობა კარგი სიახლეები გვაქვს თქვენთვის იმიტომ რომ დრაგის სერიების მხარდამჭერი გახდა კომპანია სოკარი და ავტომატურად ჩვენ შემდეგ დრაგზე ვაპირებთ უკვე რომ სოკარის 100 ლიტრიანი ვაუჩერი გავათამაშოთ ამიტომ ჩვენ ჯგუფში გააქტიურდით Facebook-ზე, თქვენი ავტომობილის სურათები შეგიძლიათ დადოთ. ჰეშტეგი დავდგეთ სმა, ცხენი მიაწერეთ, თქვენი ავტომობილის სურათი არ დაგავიწყდეთ და მოვალთ აქ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, დაგაწყვილებთ ვინმესთან კარგ საინტერესო ავტომობილთან და გავათამაშებთ სოკარისგან 100 ლიტრიან ვაუჩერს. ზუკა სალამი. Mercedes-ის ფლობელი, ვიცი რომ კომპრესორია და დანიშნული დეტალები შენ მოგვიყევი. აი, ქარხნული რა იყო, რა მიიღე საბოლოო ჯამში, დაინოზემთ გარხარ თუ არა და ასე შემდეგ. კი ბატონო, ქარხნული იყო 5 დენოლი, ჩვეულებრივი ატმო. მერე დაადგა კომპრესორი. აყენია 77-იანი შკივი, გამშვები კოლექტორი. ო, სხვათა შორის საინტერესო ბოდიში გაწყვეტინებ. საინტერესო შემთხვევა, იმიტომ რომ ატმოსფერული იყიდე და კომპრესორის კიტი მერე დაადგა. არა, ჩემი დაწყობილი არა, ესეთი ვიყიდე, მაგრამ ზოგადად ეგრე დაასალა, ის კომპრესორი რა. გამშვები კოლექტორი აყენია, ძრავში წერია პროგრამა. გაგრილება აყენია და გამშვები რა გაკეთებული. ოკეი. შკივი სტანდარტულია თუ ეს მილიმეტრაჟი შეიძლება მითხარი უფრო პატარაა? უფრო პატარაა, 70 და შესაბამისად მეც ბერავს და უფრო ჯანზეა, ხო? უფრო ჯანზეა. ბარემ მოდი ჩაგვახედე და შევხედოთ ერთი ჩვენ შკივებს და ამბებს. მოკლედ ვინც არის იცით, ეს არის ჩვენი ძვირფასი კომპრესორი. შკივზე რაზეც საუბრობთ ხოლმე, არის კომპრესორის შკივია, ხო, საუბარი? რასაც აპატარავებენ ეს არის? კომპრესორის შკივი არის? ოკეი. აგერ გამშვები კოლექტორი არის აქ. ეს რამე აფტერმარკეტია თუ იცი თუ აწყობილი აქ?
წესი დაწყობილი იქნება. ვინც ერთი წამი ორივე მხარეს აყენია. შავხედო ერთი კარგად და გეტყვი. ეს არის ნერჟავეიკის არის და სვარკებიც რაღაც კარგად ჩანს. ან ტატოსთან არის გაკეთებული, ან aftermarket-ია რაღაცა კარგი, იმიტომ რომ აშკარად ხარისხიანი აყენია. რაც უნდა ხედავს, ყოველთვის ერთი კარგი რაც მოხდა თვალში, ეს არის BC Racing-ის პადოსკა გიყენია, დაკიდების სისტემა გიყენია წინ და მაგრა დასწორებს. კარგი, ერთი საინტერესო რაც არის, ფილტრი არ გიყენია, ხო? პირდაპირ ფილტრის გარეშე იწოლს აერს და ეგრე მუშაობს ჩვენი. წნევა ხო არის კომპრესორის რამდენი გაქვს? არ ვიცი რა. კაი, აი ეს ყველაფერი რო გააკეთე, შედეგი იცი, აი რა ამოიღე? რამდენი ცხენი ამოიღე? დინოზე არ მყენებია მაგრამ ისე მითხრეს მასკუსეს რომ მივედი მითხრა რომ 480 აქვს საბურავზე რა. 480 დაახლოებით საბურავზე. 600 პილვის სადაც. ეს ნეტა ის არის უკანალით გაზომილი ცხენებია, საინტერესოა. არა, მეც მომახომე უკანალით, ანუ სხვაზე კი არ ვღადაობ, ჩვენც რა ვიცი, სიუვიადან სხვა მანქანაზე ვუჯდებით. ტრაკი არის ყველაზე კარგი გასაზომი ხელსაწყო ცხენის დასადგენად. ყველაზე რეალურია. არც ჰაერის ტემპერატურის კალიბრაცია ჭირდება, არაფერი. პირდაპირ DF ორივეს და ეგრევე ზომი გიწერს ეგრევე თვალებში. კაი, მოდი შენ საბურავზეც ერთი ნახოთ რა გიყენია და ვიცი რომ ცოტათი საბურავებში გვიჭირს, ხო? ძალიან გვიჭირს. ეს არის ადვანის სპორტი, იოკოჰამა და 19 მითხარი მახსოვს კი. 19 275 35. ოკეი. ბრემბო სამუქუჭე სისტემა აყენია ასევე. კაია. სისტემაში აყენია რეკაროსიდენიები და ეგ არ მინახავს. მოდი ერთ შევიკაროს. ეს არის ნახევრად ყოვში, ეგრეთ წოდებული. მაგრამ ყოვში უფრო მსუბუქია. თუმცა დისკომფორტია. იმიტომ რომ დიდი ხა ბათუმში ვერ ჩახო მაგალითად. ქუთაისში. ეს ძალიან ეხავს. ხო, ყოველ შემთხვევაში ქარხნულზე მსუბუქია ეს, ხო? ძალიან კაი. სხვა რამე ხო არ გაქვს დამსუბუქებული კიდე? სხვა არაფერი თავიდან ბოლომდე ყველაფერი აყენია თავისი რა. კაი, ზუკა, ჩვენ ეხა ნელ-ნელა შეგვიძლია სატესტო გასვლები დავცხოთ. აქ არ ხარ ხო ნაყოფი? დრაგის ვარიანტში. დრაგის ვარიანტში ვაფშე. ხო, ანუ როგორ არის, იცი, ცოტათი ცურავს აქ, ვიდრე სხვა ასფალტები, მაგიტო უნდა მიეჩვიო. დასტარტოს როგორ აპირებ, აი, ან ლანჩ კონტროლი, ან ლანჩ კონტროლი არა, თავი ჩემი მარჯვენა ფეხი რა. მარჯვენა ფეხი არის იდეური ვერსია ფოტოშოპის. просто ხო, ცოტა მიჩვევა გინდა, იმიტომ რომ ხო, ყველა ასფალტებში ცოტა დავამოაქვს რა. ოკეი. წნევა რა გაქვს საბურავებში? წნევა საბურავებში 2 და 3 აქვს რა. მოდი ჩამოვუშვეთ ცოტა. იმიტომ რომ იქით პატრონი ყავს ისეთი, რომელიც პლუს 80 ცხენი არის და გაგვიჭირდება ისე ჭიდილი. კაი ზუკა, წარმატებები. ხო. ნეო, 1.5-ზე დავუშვი, რომ კარგად მოიჭი. აგე, ხო ვიძახთი, 1.5 გავუშვი შენც, თორე და გვერხა. არა, ჩეთერობა სხვა შორის. ოკეია, იქ ჩვენც უშვებთ ხოლმე. მე სხვა შორის დაახლოებით 0.8-ზე 0.9-ზე დავდივარ ხოლმე სლიკით. ოკეი. დავცხოთ სატესტოები. დავცხოთ, წავედით. რემენი აღარ არის. გაწყვეტილი არ არის, მაგრამ გადამზურალია. მეგონი გადარჩა. გიო, შენ ხო არ იცი ამის ის რა ქვია, მიმართულება როგორ ჯდება? Mercedes-ის გადაყედი? სულავა იღებს Mercedes-ში? არა, მარტო დემეტრეს მანქანას ვაკეთებ სხვათა შორის დღეს დემეტრეს დაბადების დღე არის. მართლა? ტაკტაკიშვილის როგორ დაიცვალა რა? ვიცი. მე თან ათელში ამ ყოფოს მისის სული. ჯერ ეს რამენი უნდა გავუკეთოთ, მე ის სულა მოგხსნათ ყველა ვარიანტში. კარგი. ჩვენ გვინა კუჩების ნაბორი? ოკეი. მაშინ ამოვიტანე ხა. ჯერ მომეცი 10-იან. აი, გასახსნებია? ვენტილატორი დამოიღო. აი, ხო არ გათავ. მოგლეთ, ტრეკზე გავხსენით ახალი ცენტრი. ჯერჯერობით Mercedes-ებზე მუშაობთ, მაგრამ გვაქვს MX-ს დაშლილებულება? ჯერჯერობით არ ვიცით, MX-ი იმედი არ იქნება დაშლილებში და ისე კალიფასები გიყო და ვშობთ. არა.
ოკეი. ხონუ ჯერჯერობით Mercedes-ი დაშლებს ვაკეთებთ რა. ნახოთ ლოკაციას ჩავაგდებთ აღწერაში, შეგიძლიათ მოხვიდეთ. კარგ ფასებში გვაქვს ყველაფერი, ახალი ცხვირებია ჩამოტანილი. და რავი, ნახოთ რა, ჯერჯერობით გვაქვს 5-დან 0 კომპრესორი. რემენიც გვაქვს, არ არის გამწყდარი, ყველაფერი კარგად არის. და შკივი გვაქვს 77-იანი, ხო? ხო, всё, ეგ არის. გაჩვენებული ბოლტი ჯანზეა. ორიგინალი ბოლტი. ხო, ეგაც გვაქვს. ბოლტები გოგჯერ გვჭება ხოლმე. რატო არ ვიცი? მაგრამ გვჭება ხოლმე. ABS-ი მუშაობდა? ABS-იც გვაქვს ისე. ანტიფრიზი გესხა? ანტიფრიზიც გვაქვს. სულო ძალიან უყვარს ფოტოშორის, როდესაც ვინმე ფეხებში იდება ხოლმე და ამ შემთხვევაში მე ვარ ეს. შემიძლია რამე მოგეხმარო. მაგალითად, რამე ვიმღერო, ან რა ვიცი. დიდი რა შეგვიძლია გავაკეთო. ილაპარაკე მოგეხმარო, ზაგარი. ილაპარაკე რამდენიც გინდა. დღეს ამახან ხორაპირები დასხვა სახში. ამას ის ვოისი უნდა დავასვათ. უნდა გამა იყვანო. ადამიანები ხშირად გეტყვიან რომ არ გამოგივაო. უნდა გამაიყვანო. უნდა გამაიყვანო, გაიგე? კომპრესორი რო ჩავხსნათ ისე რო დაუდგე. ჩემი ხო კომპრესორი. ატმოს წინა. თუ გინდა დინანის ერთსალ ფილტრს გადმოვიდათ აქ. ან მაინც რო დაბალანსდეს. ერთი ცალ ინჟექტორი ხო არ მოგიხსნა 9 ცილინდრი რო იყოს 8 ცილინდრის წინააღმდეგ. ადრე იყო სულ მე და დემეტრე ვსპორობთ ერთმანეთში. რაღაც ვაკეთებთ. და კაროჩე ხო ორ ბაბინას ჩავხსნიო და ისე დაგიდგებიო. ორი ბაბინის ჩახსნა ხო 4-ის ვეჩა რა. და მე რომ მივხვდა რომ არ თქვა ეს ერი თითო იმას ჩავხსნიო რა. პომპა შატკა. ეგაც რო გამოსვალოთ რა დაждდება. არ მოიფიქრე. აუ V39-ზე მქონდა ეს პრობლემა შორის. თონი ცოტა ხელნაკეთი ის იყო, რაღაცები და ოდნავ ვიდიბოდა, მაგრამ როდის მოსდიოდა ეს იცი? აი მანქანა დამდგარი იყო და ხალასტოიზე აი დაბალ ბრუნზე უცბად რო იღებდა რა. სავარაუდოდ მე ბრუნი უცბად რო ადისა ჩამოდის. გამჭინი ეშვება რა, სლაბდება რა და ჰაერში იჭდება რემენი და კაკრას მე მგონი მაგ დროს აგდებს ხოლმე. ნახადო არ აგდებდა. არ ვადო, მაგრამ აქ რაღაცა არასწორად გავიყვანე რენგი, თუ აქ რაღაცა შედება. შევიდეთ ინტერნეტში და ვნახოთ. მაიტავ ნახავ ეხა მე მაგას. ეს არის M113 ხო? M113 belt drive ჩაწერი. პომპიდან ამოვიდა, ზევით გადავიდა. კარგი, დამიჭირე. პომპიდან წამოვიდა. პომპიდან წამოვიდა. აქ გადმოვიდა, ესე წავიდა. ისე ხო არ იცი ვინ აწყო ეს, ხო არ დაურეკოთ. მასკვიჩასაც და ერთი მასკვიჩას მასკვიჩა? აუ, მასკვიჩასთან იყო ხო ეს მანქანა? კი. ხო არ დაურეკოთ ბიჭო მართლა მასკვიჩას. ხო. როგორ ახარ? კარგი, შე როგორ ახარ? რა ვიცი, აი სამი კაცი ვარ ჩეკრებილები და კომპრესორზე დაგვერხა. თვით ბატონის სულავა გელაპარაკებათ. ოპა, ეხა თუ. რა სიჩუმე იყო რა იყო. ვიდეო ელოდებოდი რა. რა ვახარ? კარგი, ჩირო. კარგი, გილოცავ ყველაფერს ერთად. მეც გილოცავ, გაიხარე. მეც გილოცავ. ბიჭო, რემენი გადაძვრა რა, ორივე რემენი გადაძვრა და აქ DTK-შკივები აყენია და შიდა რემენს რო ვაყენებ, კაროჩე DTK-ს გადამყვანი რო არის, იმას ედება და რამე სხვანაირად რო გავაყოთ, არო? იმას ედება? ხო. მაგას არ უნდა ედებოდეს და ესე იგი შიდა რემენი, დინამოს რემენი ედება DTK-ს? დინამოს რემენი ედება იმას, რკინას, ხო? კი. უყურე თერმოსტატის მარჯვნივ ოდნავ დაბლა. უნდა ყოფილიყო მას კიდე ერთი როლიკი. რომ მაგას არ მიიღოს კაჩავს ქვემოთ. აი, აქ ეგეთი არ ჩანს არაფერი. ხო და ეგ გაძვრა ესე იგი. სადაა როლიკი? სადაა როლიკი? ანუ აქ ერთი როლიკი აკლია, კიდე მოიცა ერთი წამი. მე სიგრძე ეყოფოდა მაგრემეც? აქ ერთი როლიკი აყენია, ოღონდ როგორი როლიკი აყენია, იცი? იმიანი რემენი რო ზევიდან უნდა იყოს. ეგ ქვევიდან გავატარო? ეგებიანი, არა, მაგის ქვემოდან გაატარე. გასაგებია. აი.
Masquich, მადლობა ძმაო. Всё, შენ თუ გაიჩნდე დრაგში უეჭველი გაგასწრებინებთ ხოლმე რა. კარგი. დავაი მიდი, ჯიგარი ხარ. მადლობა Masquich, ძმაო, აქედანაც რავი, ჯიგარი ხარ. იმედია გვეშველება და ამ ვიდეოს ბოლომდე მივიყვანთ. შე ეს უნდა შეცვალო, თორე ადრე თუ გიან ამას მაინც გაჭერს რა. ხო რა. აი ეს შეკიდა შეცვალა, ხო? პეკა ედება უკანა მხარეს? ედება უკანა მხარეს. გასაგებია. გასაგებია. ეს ხო ჭრილი ეს ზოლები აქვს რა, ედება ამ მხარეს. ადრე თუ გიან ეგ მაინც გაჭერს, აი ზოლები რო ეთყობა აქ ნახე. წესი ის უნდა იყოს, მანდ ესეთი შკილი რო პრიალა რო რემენი არ გააფუჭოს რა. სულავას გაკვეთილები. მოკლედ ეს სერია გაიყიდება სალკეთ. რა დავადოთ ფასი? წილში ხარ? იყიდება 50%-ია. მითხარი, ღირებული. რა ვიცი, რაც გინდა დაადე. 800, 1000. დავაი. 800, 1000 ლარი, დოლარი რა გაწყობს? ევრო, ფუნტი. ბრიტანული ფუნტი. 17-იანი მომეცი. აიცა? წილი შენს გეკუთვნის? ეს? ეს ჯობია. ჯობია. არა, დამირეკე ხომე, არ არის პრობლემა რა, თუ რამეში გაიჭედები. აბა ერთი გადაქოქე. ნუ მაშინებ ხოლმე გავაფრთხილე წინაშე. კარჩე რა, მივმართავ კომპანიებს. სველი ხელსაწმენდების კომპანია გვჭირდება უეჭველი. ვიდეო გამოშვებით რაღაცას ვშლით და ვაწყობთ. და სველი ხელსახოცები სულ გვჭირდება. მაგიტომ სიამოვნებით მივიღებთ ეგეთ კომპანიას სპონსორად და ვაფრიალებთ ხოლმე არა მარტო აქ, სულ ხელსახოცებს. გაითვალისწინეთ. ჩემო ძმაო, სანამ შენ მანქანას აწობე. აფს, გავერთობით მანათ. სიო, ხო არ გინდა გაჭამო? მახლა. არა, მადლობა, ჭამე უკვე. მართლა ჭამე შენ უკვე. კროკოს კრეკერები ესეთ მომენტებში იდეალურია, შეგიძლიათ მიირთვათ და არ ჭამოთ სხვა რაღაცეები. აია. სპირტია. კიდე ამოიწა. სპირტი. აბა სპირტს მანქანაში არ ასხავი ხა და ხელზე მაინც დაგასხა. კარგია, მე ეს რაღაცებს მომაშორებს. Honda დავდივარ, E98-ია ეს? მაგასაც ხავს. მაგას ხავს უ. თან ცოტა სწორს. მაგრამ მაგარს Vitex რო თავს. გახსოვს Toyota-ი რო შეგხვდი. შუქრიშანზე ადრე. კი, Alteza რომ ყავდა. უსიგნალებ რა. და გამომხედა, გაიხედა, ვერც მიხვდა, მე რო Toyota-ი გავიშვი. კიდე გამომხედა, გაიხედა, ბოლოს ვიცნა. მაგარი უცნაური სანახავი იყავი მაშინ. всё, ხოძე ვართ? წავედით. ჩვენ ვცდილობთ, რომ სხვადასხვა პრიზები დავაწესოთ, გამარჯვება დრაგის სერიების გამარჯვებულებისთვის და შემდეგში ვაპირებთ, რომ ტუზ მოტორსის პაკელოს კი გეცოდინებოთ ჩვენ რომ ვარეკლამეთ და ვაპიარებთ და შემდეგი დრაგის გამარჯვებულს გადაეცემა პაკელოს იტალიური ხარისხის ზეთი. ასე რომ გააქტიურდით, ჩვენ Facebook-ზე შეგიძლიათ მოძებნოთ ჩვენი ჯგუფი ალექსანდრე ხეროდინაშვილი დრიფტიგანს გეცოდინებათ, დადოთ თქვენი ავტომობილის სურათი, ჰეშტეგი, ცხენისძალაც მიაწერეთ აუცილებლად, ვინმესთან დაგაწყვილებთ და მოგიყვანთ აქ. ასე რომ იაქტიურეთ და შევხვდებით აქ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე. BMW M6 არ ყოლია სხვათა შორის 10 ცილინდრიანი M6 M6 და ძალიან საინტერესოა რა დროს შევლის, იმიტომ რომ ატმოსფერული არც კომპრესორი არაფერი არ აქვს და ეხლა გავზომავთ დროს. გიო მზად ხარ? მზად ვარ. შეგიძლია დასტარტო. სულ აპარაკობდი ხოლმე რომ როდესაც ოდნავ ბუქსავ საბურავი და თან წინ მიდის, აი უაზროდ რო არ ბუქსავოს, მაშინ დადის მანქანა იდეალურად და სულავა რისი სულავაა რომ ეგ არ გააკეთოს. შენიშვნები არ მაქვს, იდეალური. დრო არ მითხრა, პირდაპირ მითხარი კმაყოფილი ხარ თუ არა? სტარტი თავარ კმაყოფილი არ დროით. ოკეი, მიდი მეორე მაშინ. სტარტი იყო. დაცხე მეორე. ცივა. ეგრეა. ატმოსფერულ
მაგარი ხმა აქვს, просто 10 ცილინდრიანს. აბა 12 და 2. გეცოდინებთ ახლა რომ თანამედროვე მანქანები ბევრად სწრაფია ვიდრე M6 მაგალითად. ესეც გაკეთებულია, მაგრამ ავი კარგად გაკეთებული თანამედროვე მანქანები ბევრად კარგია, მაგრამ ემოციებს რაც შეეხება ეს M6 რო გაძლევს ემოციას, საჭესთან მე წეღან უყურებდი, სულა უბრალოდ საჭესთან იჯდა ესე და გასაძლევდა და აი ამ სამყაროში აღარ იყო, ვაფშე სხვაგანი იყო, აი სადღაცას აი ზეს სამყაროში იყო და სიამოვნებას იღებდა და აი ზუსტად ეგ არის ავტომობილი უნდა ყავდეს ისეთი, რომელიც შენ სიამოვნებას განიჭებს და არ არის აუცილებელი რომ ყველა ფერს და ყველას ასწრებდე. თავარი არის რომ შენ ისიამოვნო და მაგრად გაგისწორდეს ავტომობილი. მოკლედ ორი გასვლა გავაკეთეთ M6-ით, ჩვენ რა გიომ გააკეთა. ნახოთ ახლა დრო თუ მოეწონა, მეც აღარ გამოვა, შეინახავს და გიომ მეუბნება სხვათა შორის რომ ეს BMW იცი რამდენ სწავს? რამდენსაც ჩაასხავ. გიო, მაყოფილი ხარ დროით? ისი არ არის მე რაც მინდოდა რა. მე მგონია რომ შენ რაც გინდა ყოველთვის ეგ არ იქნება, ანუ კიდე მეტი გინდა. იმიტომაც დადიხარ მაგრად. მინდა 12 და 2-ში ვიარე და ნუ მინდოდა 12 და ნაკლებში სიარული. კაი შედეგია მაინც. ამინდის გათვალისწინებით და სიცივის გათვალისწინებით. გადავიდეთ Mercedes-ზე. დადგომაზე სტარტიზოს გასფეხი გავუშვრო, ბევრი არებუქსავა და მე დავაჭია და ეგეც ჩვება რა, იმიტომ რომ 0-100 მქონდა 4 და 6, როცა 4 და 2-ში დადის. 100-200 მქონდა 8 წამი, როცა 7.5-ში დადის. ნახე პირველ გასვლაში და მეორე გასვლაში, ანუ მე მივხვდი რა სხვაობაც იყო და რომელი დაფიქსირდა უკეთესი? მეორე იყო უკეთესი, პირველი იყო 12 და 3, მეორე იყო 12 და 2. მეორეზე აღარ გიბუქსავია, იმენა წავიდა მანქანა. გასაგებია, ესე იგი ეგრე უნდა დავსტარტოთ. პირველ დაესთან შედარებით ბოლომდე მეჭირა გაზზე ფეხი და მეორეში გავუშვი და დავაჭირე და ისე რომ მოეჭიდო საბურავი რომ გაზის ფეხის გაშვება არ მომიწიოს, კაი დროში მე რეივლის. ოკეი, ჩვენიერი. წავედით Mercedes-ზე. ეხლა დრო უნდა გავზომოთ Mercedes-ზე. რაშიც გვეხმარება ჩვენ დრაგის მოწყობილობა? Mercedes-ი 5-დან 0 კომპრესორი, დანასტროიკებული, ტესტავთ დროს. ზუკა ჩვენ მზად ვართ. თავიდან არის გასაკეთებელი. ჩათვალე რომ ეს გახურება იყო და ეხა უკვე ვეტყვით რაღაც თემებს. ძალიან ბევრი იბუქსავა ან თავიდანვე და შანსი არა ესე BMW-ს რო შეეჭიდოს, ამიტომ ეხლა ვწვდით უკვე მეორე ვერსიას. მახსოვს რომ ზუკა მითხრა რომ რაღაცას გადავრთავ და ისეთ სინჯაო რომ უკეთეს დრო დავწეროთ რა. ნახოთ მოკლედ. არ გამოდგებოდი? ოღონდ თავიდან იბუქსავე. შეგიძლია უფრო დაბალი გაზი დაიწყო. და ცოტათი რო წავა მანქანა მე დაადგა უფრო რა, თორე უეჭველი დროს კარგავ. ეხლა. ხო, მიდი მოტრიალდი და დავდგეთ. ერთი დრო მაინც ნახოთ. ხდება. ეს არის 13-28. ჯერ ერთი წამით გასწრებს. ის. აუწიე ფანჯრებს და შეგიძლია დასტარტო. ეს როგორი მომენტია, იცი, ფეხბურთს რო უყურებ და გარედან რო კარგად ჩანს რა უნდა გააკეთო, მაგრამ რეალურად ვერ აკეთებ. აი ეგ მომენტი. ცოტა გადავედი, მაგრამ ის ტორმოზი აღარ ვიყრა. გადახვედი ბაღვენახებში? ეგ არაფერი, მოსვლიათ. რამე ხო არ დაზიანდა? არა, просто თავი მაგ ძალიან. ეგ არაფერი. თორქიო ბევრია კომპრესორს, კაროჩე, ძნელი დასაძრეულით. ხო. მithumeτα საბურავი ხელს არ გიწყობს. კი. შუქნიშანზე ასწორებს პოლიტიკოდა. და შუქნიშანზე მაგრა დასწარეს, კი. თავარი უბრალოდ კარგად დასრულდეს ეგ შუქნიშის ამბავი, თორე? რამდენიანია? 500-იანია? რა, ჯარიმა? არ ვიცი. 300-იანია. კაი ხანი აღარ ვაკეთებ ეგეთ. შუქნიშანზე? ხო. ჩემთვის ცხოვრებაში არ დაუწერიეს ეგეთი რაღაც. არც მექნია პრინციპში როგორ უნდა დაეწეროთ. ჩვენ ვართ ძმაო პატიოსანი მოქალაქეები, აქ მოვდივართ, გაზავებთ. აქ წვავთ საბურავებს. მის ერთმა პატრონმა ორჯერ გაგაჩერა შეკითხვა. ეგ იყო წინა ცხოვრებაში. მოდი მაქედან დავიწყოთ რა. მაგის მე
გამოსწორდი. კაი, მოკლედ ეხლა მანქანებს გავასწორებთ. M6 Mercedes-ის წინააღმდეგ კამერები ჩართულია, ყველაფერი ხოძეა, გატესტილია ორივე მანქანა, საბურავებს ეხლა გაახურებს გიო და აქ ჯერჯერობით საბურავის გახურების საშუალება არ გვაქვს, იმიტომ რომ ცოტა არის დარჩენილი, ხო? აშკარად. მოდი ჯერ შენ ხაზზე გაგასწორებ და გიოსაც გავასწორებ. კაი. შორს ხარ? მოდი. კაი. ოდნავ უკან წადი რა. всё, კაია. გიო, როგორ სტარტავთ, იცი? ნახე, წინ გადავიდა. ნახე, ხელი მაქვს ზემოთ. როგორც კი დავიწყებ ჩამოქნება, შეგიძლია დაისტარტოთ. მზად ხარ? დაძრა ეკლესიერად მოუწურდა და გაზ გავუშვა. ეგან ვიძახდი და გავჩერდი მე დავსტარტე. მაყოფილი არ ვარ ჩემი დროებით, არც 400 მეტრის, არც 0-ის, არც 100-200-ის. მაგრამ ერთესი ცოტა ნელია მაინც. ცუდი საბურავი უყენია. აი იმენა ხოძე რო ხარ და რომ მიდიხარ გიჟივით, ფეხის აშვება აღარ გინდა. იმენა როგორ ხარ იცი, აი რაც არ უნდა მოხდეს, არ უშვებ გაზის პედალს და მე მგონი ეგ დაიმართა ეხა Mercedes. ძალიან ათამაშა ტრაკი და საბოლოო ჯამში გააჩერა, იმიტომ რომ ძალიან უკვე დიციჩქარეზე ძალიან რთული ხდება მანქანის დაჭერა და ეგრეც უნდა იყოს, სწორი გააკეთა. ძალიან რო აბუქსავდი, ხო? ხო, ანუ არ გარისკო, არ გინდა თავდადება, ანუ ყველაფერი რიგზეა, ეგრეც უნდა გიქნა кайქენი. არა უშ ხა დაბრუნდება მეორე გასვლას ვსდი. ვერ მოეჭიდა, ხო, ვაფშე. ესე იგი სადღაც მომენტი უნდა იპოვო, რომ ცოდნა ვაუშვა რა. კაი, მოკლედ, სადოთ მეორე დადგომ. მზად ხარ? მაგიტო მევასებო, უკანა წამყვანების დრაგი, აი ორივე რო ტრაკს ათამაშებს, მაგრა დასხობს. ეხა არ ვიცი, რამდენად თქვენ მუღამში ხართ, მაგრამ სიამოვნებით დავждებოდი ერთ-ერთზე და გავაჭენებდი ბოლომდე. მოკლედ 2013 წლამდე ვიცი რომ ვეღარ ჩამოიყვანათ ესეთ ავტომობილებს, მაგრამ შეგიძლიათ 2013 წელს ზემოთ ჩამოიყვანათ ხო ავტო იმპორტით, როგორც კორეიდან, ასევე ამერიკიდან. კიდე საინტერესო სერვისიც აქვს ხოას, აი მინივენები თუ გჭირდება თვინმეს ესეთი პატარა სატვირთოები, საყვარელი სატვირთოები რო არის, ასევე ესენით ჩამოყავთ და ვიცი რომ ძალიან დიდი მოთხოვნაა. ასე რომ თუ გადაწყვიტეთ ავტომობილის ჩამოყვანა, გინდათ თქვენთვის ან მინივენი, ან ესეთი ცოტა ახალი BMW ან Mercedes-ი, შეგიძლიათ მიმართოთ ხო ავტო იმპორტს და ჩამოიყვანოთ თქვენთვის სასურველი ავტომობილი. რამდენი корпуსი იყო ფინიშზე დაახლოებით? 2 დაახლოებით. ხო. ოკეი. ისე რეაქციის დრო დაგასწრო, იცი? ოდნავ წინ იყავი, მაგრამ მე დაგეწია. არა უშავს, მოდი ერთით ვსინჯოთ. და მე ვფიქრობ, რომ გაგორებულიდან უფრო საინტერესო იქნება მე. ძალიან კაი საყურებელია, უბრალოდ ნეტა აქ იყოთ, რომ ეს ყველაფერი შეიგრძნოს. ანუ V10-ის ხმა არის ისეთი ბრუტალური, ისე შემოდის ორგანიზმში და ისე გაფხიზლებს, რომ აი ვერ წარმოიდგენ. დაჟე ძალიან ბევრ მანქანას მარტო ხმის გამო გირჩევნია V10-ის ხმა. თან საკმაოდ გაკეთებულია, საკმაოდ სწრაფია და ეხლა მესმის მე ბოლომდე სულავასი რატო უყვარს M6 ესე ძალიან. ახლა ძალიან მაგარი მანქანა. მოკლედ, ასე თუ ისეა, ეხა გაგორებულიდან ჯობია გადავიდეთ, იმიტომ რომ ადგილიდან აშკარად BMW ლიდერობს, ფაქტი სახეზეა. თქვენ არ დაგავიწყოთ, რომ ლიდერბორდზე იქნება ცოტა ხანში, სადაც დროებს დავწერთ და ყველაფერს ნახავთ Mercedes-მა რა დროში არა, რა დროში არა BMW და ერთად შევაჯამებთ მაგას. იმედია რამე გაქვს. ძალიან ცუდი დრო, ძალიან ბევრი საუბრობს.
კაი, აუ სულავა რა ბედნიერია ჩემი, არა აქვს მნიშვნელობა იმენა რას გაასწრო, რა ხდება? გაფრინდა და ვეღარ მელაპარაკები? იქ არის. მომე გეხოცები. კაი, ოიცა. ეს პირველი გავაკეთოთ სატესტო გავლა რა. ნახე მე ეხლა ზუსტად ხაზზე ვდგავარ აი აქ რა და თქვენ მაგიდან ხაზს კარგად ვერ დაინახავთ. მაგიტო ხელს ავწევ მე რა, რომ მომიახლოვდებით ორივემ ჩემ ხელს უყურეთ და ხელს რო დავიქნევ, ეგრევე დაადგით ორივემ გას. იდეალური ვარიანტი ეს არის გაგორებული ჩვენი. ოკეი? შევეცდებით. კაი, ეხა ფაზებს ვტესტავთ და სატესტო გავლა. შეგიძლიათ წამოხვიდეთ. სულავას ფაზა არის სხვაგან აშკარად, ხო? რა კაროფამ გამიკვირდა და ავტომატიკაში გადაიტანა, შეიძლება რა გამოვა ეგ საქმე რა. გაცხელდა ეს დააფიქსებული. ამ ტრასაზე წინ და უკან შეგიძლია მიხვიდე, გაგრილდეს და მერე დავდგეთ. რესკად რო წამოვიდეთ, ემთხვევა რა 80 კილომეტრიდან. ოკეი, ორივეს გვაწყობს ესე იგი ეს ფაზა. კი. ოკეი. ესეთი კონსენსუსი უცბად. არ და ბანზე რა ხდება ხოლმე, იცი, ფაზების გამო ერთმანეთს ჭამენი, ხოცავენი იმენა. BMW და Mercedes შეთანხმდება ხდება. ხო, იშვიათ შემთხვევა. ორივე კმაყოფილი რო. ნუ ფაზებზე თორე ხა გასწრებაზე რა თქმა უნდა არ არის ორივე კმაყოფილი. ხელს უნდა დააკვირდე რა, სხვა გზა არ აქვს. ადრე ვერ დაგასტარტინე. თვალი შაკვრაზე ვერ დაგასტარტინებ. არა, კარგი იყო. და იცი რა ქენი კიდე. ეხა მოგივიდა ეგეთი რაღაც რა. ალბათ გას აუშვი და მე უსვად დაადგი და ესეთი რაღაცა გავაკეთა მანქანა. ხო და ეგა ჯობი არ ქნა. ერთი სატესტო, ცადოთ? კაი, ერთი სატესტოც გავაკეთოთო. გიო, პრობლემა ხო არ გაქვს? არა, პრობლემა არ მაქვს, ცოტა რესკად რო წამოვიდეთ, ემთხვევა 80 რა. ხო და ეხა რესკად წამოდით მაშინ და ფაზებსაც ვნახავთ ზუსტად. აბა მზად ხართ? მე მზად ვარ, შეგიძლია წამოხვიდეთ. მე მგონი ფაზების დაიმთხო ორივე. BMW-ს ხო უფრო ისმის და კაკრას რო წურავს ალბათ ცოტა დაბლიდან ჯობია დასტარტვა. დავაბიანი ხერო გადართვა. აი და არა უშავს, მაინც სატესტო იყო და ეხა შეგვიძლია დავდგეთ უკვე. გაგორებულზე კარგად მოდის მომწონს. სულავამ წარბები შეკრა მე მგონი. გაგორებულზე კი ეკობასა. ეხა როგორ ატყობ? ეხა განზიება ძალიან დავაგიანე მეოთხე მესამეს გადავიდა. შანსები გაქვს? კაია. ძალიან კარგი. დავაგიანე გადაქომერე. რომელში დააგვიანე? მესამეში. ხო, მიაქცე მაქსიმალურად ყურადღება. ეხა რადგან ადგილიდან იმან გაგასწრო, ეხა შენ გბალერში ყოფ. მიდი დაცხე. კაი, მოკლედ, გაგორებულზე ძალიან საინტერესოა აშკარა დადგომა, იმიტომ რომ სატესტო გავლებზე ჩანდა რომ Mercedes-ი თითქოს არ ჩამორჩა, ერთი გადართვის პრობლემა ჰქონდა და მაგასაც ეხა მოაგვარეს მე მგონი და მგონია რომ ძალიან საინტერესო დადგომა გველოდება. ეხა ცოტა გადაიაროს ადრენალინმა და შევეკითხები რა მოხდა, იმიტომ რომ აქედან არ ჩანდა Mercedes-მა დაატორმოზა უდრავ ადრე. მაგრამ წინ იყო და მაგიტო თუ რაღაცა შეეშინდა, ეხა გაირკვევა ეგ. აქედან არ ჩანდა და რა მოხდა ერთი მითხარით. შეიძლება რაღაცა პრობლემა შეექმნა და ჩამომრჩა, ან ვერ გადართვა რაღაცა ეგეთი რა. რაო? აქ რა გაკლდა? დაბალიც ჩქენი დავსახე რა. მეორის დაბალი. ძალიან ადრე. მეტი სიჩქარე გინდათ ესე იგი. ისე ნახადუ, მაინც გადის. ესე იგი მაინც ცოტა სწრაფია, ეგრე გამოდის.
გიო რაო, კარობკამ, ხოძეა? რა ხა ჩავაქრო და ვქო და გამოჩდება რა, ერთ წუთს გაგვიშვებს რა. ოკეი, გაგვაგებინე და ჩვენ სტარტზე ვართ, ზუკაც მე მგონი ხოძეა. კაი, ეხა არის გადამწყვეტი მე მგონი, ეხა BMW თუ გაასრო ეგ არის. ვაიმე, რა კვამლი გაუშვა, ბიჭო, ვეღარა ტორმუზებ და აბა როგორ ხართ, ხომ მშვიდობა გაქვს? კვამლი დავინახე აქედან. კი. აი თეთრი ბოლი ქონდა და ასაბურავი იყო ან რაღაც სხვა. ტორმუზი იყო თუ ძრავი? ტორმუზი იყო, ტორმუზი. ჩემი იყო თუ არა, არ ვიცი, მოსთავად ტორმუზი იქნებოდა. აუ, ჩემი კაცი. აქედან აუნერვიულნით უკვე ხალხი. მაინც გას არის გიო? მაინც წინ იყავი? აქედან არ ჩანდა. კი, სავარაუდოდ სარკეშაც უყურებდი ერთი პოზაოზე მეტი თვიყავი წინ ალბათ რა. სწრაფია. არც ერთი ცად საბოლოოდ რა. თუ არის მაგ საშუალება. კარგად ნორმაში არის რა. ნუ ჯერ არა უნთია, არ არის პრობლემა. თუ ანთებს კიდე გავაგრილოთ 2 წუთი, ჯერ ბენზინი ცოტა კიდე მაქვს. 60 კილომეტრს მიწერს და. ჯერ ხოთი. როგორ უყარს BMW-ს? ბენზინი. ჩვენ აი ხა რო ვიღებ აქ ვაფშე სხვა სამყაროში ვართ და იქ საერთოდ სხვა სამყაროა რა. იქ არის როგორი თემა, ეს ემოციების გადატვირთვა და აბა სიჩქარეებს უყურო და აბა ნახოთ ვინ გავაწინ და რა. აი ვაფშე აღარ აქცევ არაფერს ყურადღებას. თავი მუღამია რომ გაასრო და მაგრა დასწორეს. on track-ზე დაიცავით აუცილებლად ეს თემა. ქალაქში არ გიჩვენთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ცუდი შემთხვევაა. track-ზე აი აქ ჩვეულებრივად რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ჩამოხვალთ და რა ხდება? მაკედანაც ხო არ დგებით? ბიჭო, აქ ბავშვები არიან და თადარიგი დაიჭირეთ. არის პრობლემა, რა ჩარეკინდა? მეორე 80 რა. ეგ არის, всё? ულავას რაღაც მოიყვანს რა ბენზინი გადავდება ჩარდია. დღეს გამარჯვებული გახდა BMW. სოკარისგან პრიზი 100 ლიტრი მიიღო, რომელსაც მოიცადე. აი ესე ავიღებ, იმიტომ რომ არ გვაქვს წამოღებული. აი ესე გადმოგცემ. აი ეს არის. კილოცავ ძმაო. ზუკა მესმის, მაგრამ ერთ-ერთი ძლიერი Mercedes-ია სხვათა შორის, რომელიც გაგორებულზე ძალიან მაგრად გაყვა რა, და სულ ცოტა დააკლდა და აქედან რაც ჩანდა. ვიდეოებში კიდე მაყურებელი უფრო უკეთესად ნახავდა. მე მგონია რომ შენთან სტარტი ეხლა საბურავის თემა იყო უეჭველი. და ხო, რაც ვნახეთ რა, აი ოდნავ კიდე რომ მოაწესრიგო რაღაცეები, მგონია რომ ბევრად კიდე ხოძე იქნება რა. მაგრამ ჯიგარი ხარ, მადლობა, რომ გესტუმრე და წანატოები მინდა გისურვო ძმაო და მხოდო მანქანის. მოხდა აუცილებლად. დაუბრუნდეთ. იმედი გქონდა? თავიდან რომ ნახე კოლექტორი ყველაფერი შეცვლი აქვს, ნუ გაგორებულზე წესით ამ მონაკვეთზე არ უნდა გამესწრო. გავასწარი, იმიტომ რომ რაღაც პრობლემები აქვს. ჩემი აზრით, გაგრილების პრობლემა აქვს. რაღაც პატარ-პატარა პრობლემები მეც ვნახე, რაც პრობლემებიც აქვს და მანქანას დიდი პოტენციალი აქვს და ვერ იყენებს. ჭირდება რაღაც წვრილმანი რაღაცეების გაკეთება, რომ ჯანზე მოვიდეს რა, იმიტომ რომ თავიდან მივდივართ ერთნაირად და მაღალ სიჩქარეზე რესკად ჩერდება, ან კარობკავი ვერ თავს, ან ძალიან ცხელდება, ვერ გრევდება და ბუსს კარგავს რა. ხო, ეგრე ჩანდაც. საანაგვიანოს მესამეში რა და კაკრას მესამეში მე გადის რა. მესამეში გადის ესე იგი. ოკეი. ხელი შევლება უნდა და მოიხოდება, თორე პოტენციალი მანქანას აქვს, იმიტომ რომ ყველაფერი შეცვლილი აქვს რა. ჯიგრები ხართ, მადლობა ბიჭებო და წარმატებები მინდა გისურვოთ ორივეს. აუ თქვენს.
თქვენ კიდე ძალიან დიდი მადლობა ვინც უყურეთ ამ ვიდეოს. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ და შემდეგ ვიდეომდე. ადიოს. უბობაი ვაკოტორი ხوارიცი. SMG-ს ნახოსი მოკდა და პირველში ჩარჩა და რა დედამო ვეღარ ხوارაოს. მოკლედ დიდი არაფერი გადაცემასა კოლოფის ნასოსი გაქვთ დიდი ვარაუდით. აი ხა მიდიან უკვე. ო და წესით ეგ არის დარწმუნებით ვერ ვიტყვი, მაგრამ დიდი არაფერი არ ჭირს. ყოველ შემთხვევაში ამ დღეებში გაირკვევა ყველაფერი და ჩვენ გვესწოდინება პასუხი. მოკლედ აქ ვასრულებთ ვიდეოს ამ ცოტა ცრემლიანი ნოტით. მაგრამ რაც მთავარია ძალიან ჯანზე იყო M6 დღეს სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლა, ხმალი არ დაყარა და საბოლოო ჯამში მოიპოვა გამარჯვება.